მოგესალმებით, მე ვარ თუთქასჯის ადმინისტრატორი და ამ ვიდეოში ვისაუბრებ სამ დრაივერზე. სამ დრაივერი რა არის? ეს არის ISO ფაილის პროგრამა, შეგიძლიათ ასევე დისკზე ჩაწეროთ და მისი დადებითი მხარე არის ის, რომ ყველა ნებისმიერ კომპიუტერზე აყენებს დრაივერებს. მოდით გავხსნათ ის timer toolsით. ეხლა მე აქ არ მაქვს რესურსის ხარდაჭერა, ამიტომ თქვენთან იქნება მოგდებ. პირველი არის Headbit, მეორე driver packs, driver pack solution და driver install access driver pack solution. მე ვხმარობ driver pack solutions. ნაუჭიროთ გავხსნათ. სხვა პროგრამებიც არის კარგი, მაგრამ ეს driver pack solution უკვე მეჩვეულია. აქ ხარა ქართული მოვაკარჩეული. აქ გიგდა კომპიუტერს მონაცემებს, რა კომპიუტერია, BIOS-ი, პროცესორი ახსახშირებზე მუშაობს და ასე შემდეგ და რისი პროცესორი გაქვს. მასე შეუძლია Windows-ი რამდენად დღეა დაყენებული. ეხლა აქ ამომიგო ნაპოვნია დაუყენებელი დრაივერები. ნახოთ რა დრაივერებია დაუყენებელი, Bluetooth და ვიდეო კარტა. ეს დრაივერები კი არის დაყენებული, მაგრამ მე მგონი განახლება ჭირდება. შემდეგ დავწვევთ install-ს, update, start install. დაიწყებს დრაივერების ინსტალაციას. Bluetooth-ი დაინსტალირა მომიგდო. აქ თქვენთან როდესაც Windows ახალი დაყენებული გაქვთ, ყველა დრაივერს ამოგიგდებს. ერთმა მომწერა, რომ გრაფიკას ვექცნი Windows 7-ზე და ამ პროგრამით როდესაც დაინსტალირებთ დრაივერს, ეს დაინსტალებს მასთვის საჭირო დრაივერს და ჩვეულებრივად ყველაფერს გახსნით. არ აქვს მნიშვნელობა რა Windows გიყენიათ, რა კომპიუტერ გაქვთ, ყველა დრაივერს აყენებს. უბრალოდ IBM-ის ლეპტოპებზე ბევრი დრაივერი არ აქვს. და კიდევ ერთი რამ, ეს ვიდეო გაკვეთილი არის ექსკლუზივი, არც საიტზე არ დევს და ეთხოვნა მექნება, რომ თუ გადაიღებთ ამ ვიდეოს და დადეთ სხვა საიტზე, რომ თუ აქედან აქვს გადაღებული, მიაწეროთ, რომ თუთქასჯიდან არის გადაღებული, ან შეგიძლიათ პედაპირ მოდით ახლა მე მივცემ აქ install თქვენ თუ გან დაინსტალირებული ველმედიას მეცით install. ამ შემთხვევაში მე დაინსტალირებული მაქვს, უბრალოდ მაინც მიგდებს. დაწერა X რომ არ დააყენა. ასევე ეს ამ ვიდეოს მე აუცილებლად მოვაყოლებ პროგრამას. მაგრამ ასევე აქ არის driver installers access. ესეც კარგი დრაივერების პროგრამა, მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესო არის pack solution, რომელიც მას გირჩევთ. დააყენა ეს დრაივერები, მაგრამ ხარ ხდება. შეიძლება დაყენებია. გავთიშავთ ახლა განვიხილოთ pack solution-ის დადებითი მხარე, ანტივირუსით შეგვიძლია Microsoft Security ახლა მიმიყენია და შეგვიძლია გავაკეთოთ სკანირება. შეიძლება დავასკანერებ, ასევე შემიძლია დეფრაგმენტაცია გავუკეთოთ დისკს, ნახოთ. მაგალითად C დისკზე მინდა დეფრაგმენტაცია. ახლა დეფრაგმენტაციაში რა ხდება, როდესაც ჩვენ ამ პროგრამას წავშლით, ისევ აინსტალირებთ, ან ისევ წავშლით და ისევ დავინსტალირებთ ეს ტოვებს ოპერაციული სისტემაში რაღაც ფაილებს და იკარგება და ირევა ერთმანეთს ამის შემდეგ. დეფრაგმენტაციას როდესაც გავუკეთებთ, ჩვეულებრივად დალაგდება და გასწორდება. ამით ეს ვიდეო გაკვეთილი დასრულდა. თუ რაიმე თხოვნა გექნებათ, შეგვიძლიათ შემოგზავნოთ.
თუთქას წერტილი G-ზე და დაწეროთ ხოვნებში. მადლობთ ყურადღებისთვის.